არასტერეოტიპული გოგო არა. ანუ შენ ხატვა არ მოყვარს, ხო ლილე? არა. დიდად არა. ყველას არ უნდა უყვარდეს ხატვა. აი. თუ გინდა ხატე იფიქრე იცინე ამისთვის ადგილი ნამდვილად ვიცი მე მით უმეტეს გამეზასთან ერთად გამარჯობა ხალხო. მადლობა რომ შევიკრიბეთ. სად შევიკრიბეთ, იცით? დაახლოებით ვიცით და ძალიან მოგვიხაროდა, მაგრამ სტუდიაში, რომელსაც ქვია გამეს art studio. ძალიან მოხარია. აქ ვაკეთებ ხოლმე სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობებს. დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაკეთოთ საოჯახო ნახატი, პორტრეტი, რაც გინდათ ის დავარქვათ, ერთმანეთზე უნდა მოვყვეთ. რა გავახსენდება, სახალისო და საინტერესო და მე შევეცდები, რომ ერთ პოსტერში გავაერთიანო, რომელსაც მე გაჩუქებთ და ოჯახში სხვებსაც გაახარებთ. ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ საერთოდ გვიყვარს ძალიან ხელოვნება, ხატვა და ნიჭიერი ადამიანები და მაგიტომ მოვედით სიხარულით. სუპერ. მზად ხარ ლილე? კი. შენ უნდა მომიყვე დედაზე და მე გვანცა მომიყვება შენზე. მე არ დავესწრები. არა. ამას საერთო ნახატს ნახავთ ბოლოს. ჯერ ნახევარ ფორმატზე დავხატავ შენზე, მე შენ ლილეზე მითხარი. რომ სიურპრიზი ბოლოსთვის იყოს, როგორ გაერთიანდება, ხო? მაინტრიგებელი ამბავია. ხო, და მე გამოჩნდება ვის რა დეტალი გაახსენდა და მან მე ერთად გამიხილოთ. აბა გვანცა დროებით გემშვიდობებით, დავხატავ და მე დავიბრუნდი. წავედი. მით უმეტეს გამეზასთან ერთად ლილე. მე ხომ უნდა დავხატოთ გვანცა, მაქსიმალურად ლამაზად და სასაცილოდ, ხო? სახალისოდ. ჯერ შენ მითხარი, რას ფიქრობ დედაზე? კარგია დასახატად? კი. კი, რამე ვინმეს ხო არ გავს მულტფილმის პერსონაჟს, ან ვინმე ხო არ გახსენდება, ან უბრალოდ შენი წარმოდგენით მითხარი, თუ გინდა როგორ შეგვიძლია დავხატოთ. მაღალია, მაღალი, გამხდარი. აჰა. ვიზუალურად ყველაზე სახასიათო რაც აქვს ატარებს სათვალეს. ხო. და აქვს სწორი, გრძელი, ჩემზე ღიაფერის თმა. ხო. ყური აქვს გახრეტილი და უკეთია ხოლმე ვერცხლისფერი მრგვალი ისო. დიდი საყურე, თუ არა, პატარა? დიდი არა. ჩემნაირი არა, ხო? წავon ცოტა პატარა. მასში ცხოვრობს ორი მე, ხო. მეტი არა. ეგ ხო და ეგ რაში ერთი არის ძალიან პრანჭია და ისეთი გოგო და მეორე არის ისეთი ძლიერი, სპორტული და მებრძოლი ტიპაჟი. აჰა. აქვს შავი თმა კიდე და გრძელი თმა, მოკლე არა აქვს. ჯინსი აცია ხოლმე ეს რა ქვია, ლურჯი, ოღონ მოტკეცილი არა. აბა, მაგას რა ქვია? ცოტა გაშვებული. გაშვებული. გარდა იმისა, რომ ოთახში აქვს ძალიან დიდი მეიქაპის და თავისმოვლის მაგი და მაგის გარდა დადის სპორტზე, ჩოგბურთზე, ხო. დადის ცეკვაზე, თამაშობს ფეხბურთს და კაია. ძალიან უყვარს დიდ ბავშვებთან კომუნიკაცია და ისეთია რა, ბავშვებიდან იყო ძალიან ყოჩაღი. ანუ სპორტი ისეთია, მნიშვნელოვანი ამბავია. კი. როგორი მუსიკა მოწონს? მუსიკა. უსმენს რომ ან ერთად ხოლმე უსმენთ ხოლმე რომ. ერთად უსმენთ ხოლმე რაღაცებს. რემს. თუ გახსოვს. მაგალითად ბრუნო მარს. არასტერეოტიპული გოგო არა. ძალიან კაია, ხო და ექსპორტული დეტალები დავხატოთ, მე მგონი, ხო? დავხატოთ, კი. ნუ იქიდან გამომდინარე, რომ დაბადების დღეზე უნდა რომ ახალი ჩოგანი ვაჩუქოთ. ხო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ჩოგანიც დავხატოთ. კი, ანუ ჩოგბურთი არის მთავარი და მაგის გარდა რაღაცა. და ჩოგბურთი და სოფიშვილებშიც დადის ცეკვავს და სულ გვიჭირს ხოლმე ერთად რომ ამას უყურებთ, არჩევა ფილმის და რაღაც, იმიტომ რომ ასაკთან შესაბამისი უნდა იყოს რა თავისთავად ცხადია, ანუ უნდა იყოს საბავშვო და თან არც ისე საბავშვო, იმიტომ რომ აი ამ ანიმაციებს და საბავშვო კონტენტი უკვე რაღაცები ძირითადად ნანახი აქვს და დიდად აღარც მოწონს რა. რამე მულტფილმი ხო აქვს საყვარელი და პერსონაჟი შეგვიძლია ჩავსვათ ნახატში. არა, მაგრამ ორი ძაღლი ყავს და ძაღლები ძალიან კაია. ორი ძაღლი, ერთი დიდი და ერთი პატარა. როგორი ძაღლები არიან? ანუ რამე ჯიშია თუ? ხო, ჯიში. ერთი არის კანისფერი ცოტა დიდი. ხო. და მეორე არის ყავისფერი ცოტა ოქროსფერი შერეული და პატარაა. ეს კაი, იმიტომ რომ სუყებს ხოლმე და. კაია, ხო, და ამას ყეფა მივახატოთ. ვაფ. ვაფ. აი, სუყებს, აი. ეს ზუზი, ეს რიო. ზუზი. ზუზი. ძაღლები რას ჭამენ ყველაზე ხშირად?
ზვალს თუ აქ შეგვიძლია ამას შეგვიძლია დავხატოთ ჩვეულებრივი ძაღლის საჭმელი იმაში ჯამში. და ამას აქ თებში, არა თებში ხორცები რა დავადოთ. ხორცები, ძვალი არ უყვარს არავის? აი, მრგვალები რო გავაკეთოთ რაღაც. აჰა, აი ესეთი. შარვალი არის მის უფრო მისი. ხო და როგორი? ისეთი ჩვეულებრივი ჯინსის ნაირი თუ სპორტული? ჯინსი გაშვებული, ცოტა გაშვებული ჯინსი. გაშვებული ჯინსი. ეხლა გავაკეთოთ უკვე დატუშვა და შენ მითხარი თან მაკიაჟს თუ ატარებს ხოლმე? არ ატარებს, მაგრამ სულ წითელი პომადა უსვია. გასაგები, მას წითელი პომადა დავუხატოთ. ხო და წამწამები კიდე. წამწამი დიდი. ხო? ძალიან დიდი არა, მაგრამ არც ძალიან პატარა. საშუალო. ხო. კაი, ნახე გვანცა. აქ დავხატეთ ჩექმები. ზუსტად ეგეთი საქმეც. კაი, არ გამოვიცანი. ეხლა ნელ-ნელა ამას და რაღაც ისინი აქ ორნამენტები ექნება, ხო და გავუკეთოთ ეგეც. აქ მაისური გვაქვს, აქ გაშვებული შარვალი. ამას მე დავადოთ ფერებს. ხო. შეგვიძლია შეარჩიოთ ფერები, თუ გახსოვს რომელი რა არის. კი. მე დავადოთ, აქ არის ეს კეტები. ფეხზე ხო არ გახსოვს რა აქვს ხოლმე ბოტასები თუ ქუსლიანი ფეხზე? პატარა ქუსლიანი, პატარა. კიდე რამე დეტალი ხო არ გახსენდება? აქსესუარი ხო არ აქვს ხოლმე? ან სათვალე? შეგვიძლია ეს დავხატოთ, ყალსაბამი. შეგვიძლია ცალ-ხელში კიდე ტელეფონი დავაჭერნოთ. ჩანთა შეგვიძლია როგორი ჩანთა? ხელში დავაჭერნოთ. პატარა ჩანთა თუ დიდი ჩანთა? ძალიან დიდი არა, აი საშუალო რა. აი. და ჯინსის შესაკვირველი და გვერდით კიდე ზოლები. რადიო შეგვიძლია რომ მივხატოთ. რადიოსის ძოლებური რადიო და კიდე აქ რა დავხატოთ უნო, იმიტომ რომ უნოს თამაშობთ ხოლმე ერთად სამგეთთან. ზაგაი, უნო. აი, ყველაზე ხშირი ფრაზა არის დღეს მაკარონს გამიგეთებ. აუ, რა კაია, ეს ყველიანი სპაგეტი. ეგ თან დასახატია. არის ტოპ 1. აუ, რა კაია, ყველიანი. თან იცი რატომ ეკითხება ამ ფრაზას, რომ დედა ყოველდღე ხო არ შეჭამავ ყველიან მაკარონს და მოდი აი ფასაკვებიც მივიღოთ და კვირაში ორჯერ გაგიკეთებ ყველიან მაკარონს და მე გუშინ წინ ქონა ყველიანი მაკარონი, ესე იგი აი ხვალ გვექნება ყველიანი მაკარონი. აუ, როგორ უყვარს? ძალიან უყვარს. თან მე რაღაც დავამუხამე რაღაც გემრიელ რამდენიმე ყველს და უყვარს ძალიან. ფრაზა მითხარი, რა ფრაზებს? აი რაღაცას რა კითხები, უფრო მეუბნება ხოლმე ცოტა ხანში. შენდას ფრაზა აუცილებლად, ხო? ცოტა ხანში ეხა საქმე მაქვს. აუცილებლად, ნახე. შეიძლება დღეს მაკიაჟი გავიკეთო. იმიტომ რომ ძალიან პატარაა და რა თქმა უნდა ყოველდღიურ მოხმარებებს არ ვაძლევ უფლებას რომ რაღაცები წაის მოსახაზე და თან ძალიან მაგრად იცის ოღონდ. მე შემიძლია რომ დავუჯდე და გამიკეთოს და წავიდე გადაღებაზე. ანუ ნიჭიერია მაგრამ თვითონ დაამოღო. მაგრად პროფესიონალურად გააკეთოს, იმიტომ რომ ისწავლა ესე თავისით და. ანუ შენ ხატვა არ გიყვარს, ხო ლიდა? არა. დიდად არა. ყველას არ უნდა უყვარდეს ხატვა. მე მაგას ვიმხურობ. მე რო პატარა ვიყავი, სულ ხატავდი ხოლმე. ანუ ყველგან სკოლაშიც, სახლშიც და რავი, მეჩხუბებოდნენ ხოლმე. ნუ ხატავდი. ეხლა პირიქით მადლობას მეუბნებიან და ეხლა მიზარება. აი ეგეთია. უყურმართი. რაღაცას ვიპოვით. ნახე აბა, ეს ღიაა? არა, შეიძლება ეგ. აი. ეგ უფრო ბურდოს. ხო, ეს ცოტა უცითოლოა. და რაღაც ყავისფერი შეურიოთ უფრო მეტი. მოდი, ეს გავაკეთოთ და მე დავამატოთ. ნახე. აბა. რას ვფიქრობ? სპორტი გვაქვს. გვაქვს ყველა დეტალი? სტილი გვაქვს. საჭმელი გვაქვს, ფრაზები გვაქვს, სარკე გვაქვს. სამგან ძალიან გავს. ძალიან კაი, აი ზაღლები, აქ რადიო, აქ ფრაზა, აქ საჭმელები, აქ თამაში, აქ დედა. 2 1 5 და 3 ისა ჩვენი გვერდით ოთახის ნომერი. გავიდა? მგონი ხო. აბა ნახე, უთხარი რომ და გამო, მე მოვჭი. კაი. გამოვადეთ. სუპერ. თუ მეტეს გამეზასთან ერთად. ეხლა უნდა ნახოთ გაერთიანებული როგორი გამოვიდა. შენ ნახე გაერთიანებული? არა, შენი მოყოლილი. მე არ მინახავს და ერთმანეთის ნახატი არ გინახავთ. ეხლა ვნახავთ ყველა ერთად. ხო და თუ რამე დაგვაკლდა და გავახსენდა, შეგვიძლია ჩავსვათ. აბა. აი. ვაუ! ძალიან ლამაზი
დამინახე შენ, მადლობა. ძალიან სულ მაგაზე ქონდა აქცენტი, რომ გამხდარი დავხატოთო. როდის მაცვია? აბა მოდი ახლა ნახოთ დეტალები. ნახოთ. ეს მე ვხენი, sorry, ეს ალბათ უნდა შემეღება წითლად. გამჩა. ეს რა არის? მაკარონი. ყველაზე შენი საყვარელი კერძი რომელია? მართლა? მაკარონი ყვარს. ვიცით. სპორტი რომელი გიყვარს ყველაზე ძალიან? ირე? კალათბურთი? არ შემორცხვინო. ეს არის შენი ფრაზები. ეთანხმები? ანუ სწორად უთქვამს განცად, ხო? აქ რაღაც ვია, იცი? სოხიშვილების მოტკეცილი განსაცმელი. სარეპეტიციო ხო? სარეპეტიციო თემზადები აქ. ჩემი ფრაზები რეებია. ეხლა ნახოთ განცად. არა, ეს რიო. შენ ამას ყებ. ახლა საქმე მაქვს. შენ მაგას იძახე, კი ლოცავ. ისე სხვათა შორის ხო, რომ ჭამს უკვე მეთხოვრება. ხო, აი ეს არის შენი საყვარელი კერძი, ეგრე გამოსალოთ. ნახე? ეს ჩერი პომიდორია ხო? კი, აბა. ნახე, რა კაია საჭმელები. ეს რადიო. კი. რადიოში მოსვლა ძალიან უყვარდა სტუდიაში და მოკლედ, რას ფიქრობ, თლიანობაში გამოვიდა ოჯახური პორტრეტი, თუ გვაკლია რამე, თუ გვაკლია ჩავსვათ, ან მე სახში თუ გაგასცენ და შენ შეგიძლია ჩახატო. გამოვიდა მე მგონი, არა? ძალიან მომწონს. ყოველ შემთხვევაში ეს ისეთი პროცესია, ორიგინალი პოსტერი შევქმენით და. ძალიან მაგარია. აბა ეს არის. ბრუნო მარსი, ჩვენი საერთო. მაკარონი, ხორცი, სალატი. ეს თქვენი მუსიკა. ჩვენი საყვარელი ბრუნო ამას მარსი. უნო. ხო, უნო. მოკლედ, შედგა ჩვენი ოჯახური პორტრეტი. შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, რომ ნახოთ ესეთი საინტერესო ვიდეოები უფრო მეტი, ჩვენ განვაგრძობთ ხატვას. ლილე, შენ შეგიძლია სახში მე რაღაცები მიახატოთ. კი, არ გიყვარს ხატვა, მაგრამ გამეზა ბიძია, თუ რა მქვია, გამეზას ხათრით. შეიძლება ერთი ორი შტრიხი შეიგან. ძალიან დიდი მადლობა. აბა Me too, make this, me too, make this, me too, make this.